მე ნათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული. ეხლა არის შეკითხვა ესეთი რომ დავუშვათ თუ არისო ეს მეოთხე დეშია გადასვლაო, მეხუთე დეში გადასვლაო და ყველა სულიო ასე ვთქვათო ბოტებიო ან რა ვიცი ეხლა გამოუღვიძებელი მძინარასულებიო ან დაუშვათ ათეისტები ვაფშე დაურწმუნოსულებიო და რაღაცა ვერ გადავლენო ან მეოთხე დეშიო და მეხუთე დეშიო მაშინაო ესე თქვათ ანუ როგორ ხდებაო ისეო რომ დაუშვათ ძალიან ბევრი ხალხი იბადება ხო და ყველა ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში, თურქეთში გამრავდა ეს ბევრი ხალხია, ყველგან ბავშვები იბადებიან და იბადებიან, ხო? ეხლა რა ხდება ეს იბადება ადრეც იბადებოდა ხალხი ადრეც იყო, რა ქვია, ბევრი შვილობა მით უმეტეს ადრე აბორტებს არ აკეთებდნენ და მშობიარობა არ იცოდნენ, ექიმები ყველას არ ყავდა, ადრეც იბადებოდა ხალხი, ბევრი ხალხი იბადებოდა, ადრე უფრო ბევრი ხალხი იბადებოდა, მაგრამ ადრე მაგალითად ჩიმშილის გამო, წყურვილის გამო, ჩაუცმელობის გამო, ავადობის გამო, კბილის ტკივილის გამო, ყურის ტკივილის, კუჭის ტკივილის, გულის ტკივილის გამო მალევე იღუპებოდნენ, ან ომების გამო მალევე იღუპებოდა ეს ხალხი, ხო? ან ზოგი მშობიარობას გადაყვებოდა, ხო? ღმერთმა ყველა დაიფაროს. ეხლა რაც ეს თავისუფლება შემოვიდა და რაც ეს დაუშვათ, ხალხი უკვე სულები მივიდნენ იმ მდგომარეობაზე, სოციუმი მივიდა იმ მდგომარეობაზე, რომ მე ვარ თავისუფალი და მაქვს ამის უფლება, სულებმაც ასე ვთქვათ მატერიალურ მირებში, მასკარადულ მატერიალურ მირებში ამოიღეს ხმა, რომ აი მე თავისუფალი სული ვარ, მე არც იმის მონა ვარ, არც მეფის მონა ვარ, არც რელიგიის მონა ვარ, არც სახელმწიფოს მონა ვარ. ადრე მაგალითად ელოდებოდნენ ვაპლაშენიებს, რეინკარნაციებს სულები, რომ უნდა დაბადებულიყვნენ მაგალითად მაინდა-მაინც იმ ქვეყანაში, მაინდა-მაინც იმ ოჯახში, მაინდა-მაინც იმ რელიგიაში, ან მუსლიმანი იყო, ან ქრისტიანი იყო, ან რაღაცა იყო, ან რა ვიცი ახლა, რაღაცა ხდებოდა ეს ვიში ესვეტლია იერარქიები და ვიში ესვეტლია, ასე ვთქვათ, ინჟინერია, იერარქია, ინჟინერია და ასე ვთქვათ, ვიში ესვეტლია ესელები, ასე ვთქვათ, ვაპლაშენიებს გადიოდნენ სხვადასხვანაირად. ველოდებოდნენ ეხლა რაღაცებს, რომ აი ეს ჩემი ოჯახია და ამ ოჯახთან მინდა, ან იმასთან მინდა, ამასთან მინდა, ან ესე მინდა, ან ისე მინდა და ასე ვთქვათ, არ ქონათ იმის საშუალება, რომ ყოფილიყვნენ სხვადასხვანაირად, მაგრამ ეხლა რაც უკვე მეორე საუკუნეა მოხდა რევოლუცია და 21 საუკუნეა უკვე 22 საუკუნეა მოხდა რევოლუცია და ასე ვთქვათ, სულები უკვე გამოფხიზდნენ, ცოტა უკვე სულები ითხოვენ უკვე ვაპლაშენიას, რომ კარმიჩისკიული უძლები გამოისწორონ და ითხოვენ უკვე ნორმალურ ვაპლაშენიას. ამბობენ, მე აღარ მინდა მაგალითად მაინდა-მაინც იმ ვამპირ ოჯახში დაბადება, მაინდა-მაინც იმ ვამპირ სახელმწიფოში დაბადება, მაინდა-მაინც იმ ვამპირ მე არავისი მონა არა ვარ, მე შემიძლია დავიბადო, სადაც გამიხარდება იქ, რომელი ოჯახიც მიმიღებს, იქ დავიბადები და გავივლი ოპიტებს. ადრე იყო მაგალითად ისეთი წესი, რომ სულს უნდა გაეარა ჟოსტკი ოპიტები, ჟოსტკი ეს რეპტილიური, არხონტული, მანიპულატურული ასე ვთქვათ, ჟოსტკი урокები, ანუ მძიმე урокები უნდა გაეარა, უნდა ან მოკლულიყო, ან მოეკლა, ან გაეოპატიურებინათ, ან უნდა ეცემათ, ან უნდა ერტყათ, ან უნდა გაექურდათ, ან ისა, უბედურებები და უნდა ყვარებოდათ ან ყველა. მტრები უნდა ყვარებოდა, უნდა მიუტევო მტრებს, ეხლაც ესე არის. დაგიშავებენ, უნდა მიუტევო მტრებს, აბარა? ესეთი წესია. იმიტომ რომ რაც უფრო სულიერად მაღლდება ადამიანი და სულიერი ამაღლება არის ის, რომ
მიუტეო შენ თავს, მიუტეო ყველას მიუტეო მტრებს, ეს არის ღვთიული, მაღალ ვიბრაციული, ასე ვთქვათ, პატოკები, რასაც ქვია ენერგიები. თუ არ მიუტევებ და ვერ მიუტევებ, ვერ მიუტევებ, მაგრამ შენ თავს მაინც უნდა მიუტევ, შენ სულს მაინც უნდა მიუტევ, ხო იყო ეს გავიარე ეს ოპიტები, ესე იყო, ისე იყო, ესე იყო, მაგრამ ხო გავიმარჯვე, ხო ამაღლდი. ხო, ძალიან თავის დადაშაულება არ შეიძლება. რატო უნდა იყოს სული, რომელმაც გაიარა ჟოსტკი урокები დამნაშავე. ცემეს, ტყეპეს, გაქურდეს, აწამეს, აწვალეს, გაუპატიურეს, აძაგეს, დააბრალეს, ცილის წამეს და კიდე ესეთი ასე ვთქვათ, ჟერტვენიკოვის პროგრამები გაიარა ამ სულმა და ესეთ სული უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კიდე ისა ცოდვილი, არა? ვინც მე მომაყენა, შეურაცხყოფა, ვინც მე, რა ქვია, ასე ვთქვათ, დამიშავა რამე, ჩემი მტრები, დამნაშავეები, ასტვენიკები, იყვნენ ცოდვილები და იმათ ჰქონდეთ თავიანთი კარმიჩისკიული урокები და კარმიჩისკიული უძრები. მე ვაცხადებ იმათთან და ყველასთან, რომ ვარ თავისუფალი სული, რომ ზაპრეშაევს ეხნამინა ზროლი ხაპლოხავლიაც, თავიანთ სიბოროტეებიანად გასრიალდნენ ჩემგან შორს, წარსულშიც ახლად, всё. ზავერშაევს სავსემი დაგაორებს, მოგოვორებს, პრივასკებს, პრისოსკებს, ზაპრეშაევს ეხ პერეკალტკებს, პატკრატკებს და 10 სიკაი ყველანაირ კარმიჩისკიულ უძლებს, გადაბრალებები, გადმობრალებები, ცილისწამებები, მაიმუნობები, всё, წავიდა ის დრო აღარ არის. ზაპრეშაევს ეხ თავიანთი ცილისწამებებიანად, სიბოროტეებიანად გასრიალდნენ მტრები, თავიანთი კარმიჩისკიული სიბოროტეებიანად ჩემგან შორს. всё, მორჩა. ჟერტვენიკოვის პროგრამები გაიარა სულმა და კიდე ამცირებენ, კიდე უი ქალია დამნაშავე, უი ქალსაც წემენს, კიდე ქალია დამნაშავე. ხო, ქურდავენ ადამიანს კიდე, რა ქვია, ისა, გაქურდულია დამნაშავე. აწამებენ, კიდე ნაწამებია დამნაშავე. ეგ დრო უკვე წავიდა, ეგ მაიმუნური პროგრამები უკვე წავიდა, всё. და ამოიღეს ეხლა უკვე სულებმა ხმა, ადრე თუ იყო ისეთი პროგრამები, რომ უნდა გაგიარა ესეთი მწვალებლური პროგრამები, ისეთი მწვალებლური პროგრამები, რელიგიური პროგრამები, ესეთ ფეოდალური პროგრამები, რა ქვია, თავშეწირვის, თავგანწირვის და მანიპულატორული პროგრამები, ეგ დრო უკვე წავიდა, всё, ყველა სულმა ამოიღო ხმა, არა, ვალდებული, მე გავიარო ეს რაღაცა მწვალებლური, მანიპულატორული, ექსპერიმენტატორული პროგრამები. რატო უნდა ვიცვალო, რატო უნდა მაწვალონ, მე ჩემი შრომით, ჩემი ცოდნით, რა ქვია, ადამიანს ფსიქოლოგიას უნგრევენ, ჯანმრთელობას უნგრევენ, ჯანმრთელობა შეურყიეს, დაუზიანეს ადამიანს ყველაფერი და კიდე ასე ადამიანია დამნაშავე, არა, ამ ადამიანის მტრები არიან ზუსტად დამნაშავეები და ამ მტრებმა უნდა აგონ პასუხი. ყველაფერზე. და უნდა მოშორდნენ ამ ადამიანს სამუდამოდ დაივიწყონ ეს ადამიანი. ესე უკვე სულებმა ამოიღეს ხმა. და სულები უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ეშმაკია თუ ორფეხა ეშმაკია თუ სატანაა თუ ორფეხა სატანაა თუ ცოცხალი სატანაა თუ რა სატანაა, სატანა გასრიალდი ჩემგან შორს, მომშორდი. მე თქვენთან დაგავრებს რასტარგავი აბნულაიუ ყველაფერს თქვენთან. ვიღებ ჩემს რესურსებს, ჩემს ჯანმრთელობებს, ჩემს ენერგიებს ვაზვრაშაიუ, აჯერ მეტი ჯანმრთელი ჯანსაღი ადგენის სახით. და თქვენი სიბოროტეებიანად, თქვენი ზიზღებიანად, თქვენი ავისულობებიან, ვიგოდნიკაობებიანად, ვამპირობებიანად გასრიალდი ჩემგან შორს, პაკა დასვიდანია. თავში ქვა გიხლიათო, ვინც გინდათ ის ჭამეთო, ჭამეთ ერთმანეთიო, თქვენი თავები ჭამეთო, ჩემს სულს ვეღარ შეეხებითო, ვერავინაო. ემას უკვე განაცხადეს ეს სულებმა, რაც უკვე ეს მეორე საუკუნეა გავიარეთ რევოლუცია, თავისუფლება, დაიღალა ხალხი ამ შიმშილისაგან, წყურვილისაგან, ავადობებისაგან, მაიმუნობებისაგან და უკვე ამოიღეს სულებმა ხმა, რომ მე კი არ უნდა დაველოდო იქ ვიღაცა ოჯახს მიმიღებს, არ მიმიღებს. თუ ეს არ მიმიღებს უფეხებზე მკიდია, მიამატა რასტარგავი კარმიჩისკიულ უძლებს პაკა დასვიდანია, მე წავალ და სხვა ოჯახში გავივლი ჩემს ვაპლაშენიებს, რომ ჩემი კარმიჩისკიული უძლები გამოვასწორო.
შეიძლება მეც მქონდა ადრე რაღაცა დანაშაული ვიღაცა ან ვიბრძოლე ან ომში ვიყავი ან მოვკალი ვიღაცა ან რაღაცა ვქენი ცუდი მაგრამ მე ხო შემიძლია ეხლა ეს როგორღაც გამოვასწორო ან ჩემს თავს მივაყენე ზიანი ადრე მაგალითად ხო შეიძლება ის გამოვასწორო როგორღაც და მინდა რომ ვაპალაშენებში გავიდე ადრე მაგალითად ამის საშუალებას არ აძლევდნენ შეესვეტრიესილები და არხეტოქტერები და რაღაცა დაგավորებით და მოგավորებით და მანიპულატორობებით ასე ვთქვათ სულებს აშტერებდნენ და უშლიდნენ მეხსიერებას რომ მეც არ მახსოვს ახლა ჩემი წარსული ცხოვრება არ მახსოვს და ნუ არიან რეგრესოლოგები რომ ხედავენ წარსულ ცხოვრებას და ხანდახან მეუნებიან ეს იყავი, იქ იყავი, მარსზე იყავი, ვენერაზე იყავი, მზეზე იყავი, იქ იყავი და ნუ სად გავიარე ვაპლაშენიას მარტო დედამიწაზე კი არ გადის ადამიანი. სხვადასხვა იმებზეც გადის სული ვაპლაშენიას, რა ქვია, მირმეჟმირიებზე, ვარსკვლავებზე, ასე ვთქვათ. და ეხლა უკვე ეხლა წამოვიდნენ ეს სულები, იბადებიან ამდენი სული, იბადება, რომ გაიაროს ეს ვაპლაშენიები. და გამოსწორდნენ. გამოსწორება რა არის, რომ გაიხსნან ჩაკრები, გაიხსნან საზნანიები, გაიხსნან ტრეციკლაზები, ამაღდნენ, ასე ვთქვათ, ევოლუციარულად, რევოლუციარულად, მარტო შრომა, ჯაფა და ფულის კეთება კი არ არის, მაგრამ მაინც ზოგი გამოფხიზლდა ეხლა, მაგალითად ნახევარი რუსეთი უკვე გამოფხიზლებულია. საქართველოშიც არიან გამოფხიზლდნენ ხალხი და ზოგიერთი ლაპარაკობენ მაგალითად, ზოგი არის ვერ გამოფხიზლდნენ, მაგრამ რაღაცები ისეთ რაღაცებს იძახიან მაგალითად ეხლა, რომ რაც აი ცოტა გამოფხიზლებულებსა გვენან. ხო, გამოფხიზლება რა არის, რომ ადამიანმა ეხლა უნდა განაცხადოს, რომ მე ვარ თავისუფალი სული, ჩემი ნება, ჩემი ვოლა, ჩემი სული, ჩემი რესურსები ხელშეუხებელია. Zapreșaif im სახელმწიფო ეგრეგერებსაც, რელიგიურ ეგრეგერებსაც, ოჯახურ ეგრეგერებსაც, რა ვიცი ახლა ყველა უფროსებს თუ ანტიუფროსებს თუ ანტიმოიუფროსებს zapreșaif ასე ვთქვათ, და меня злоли ხაპლოხავლიაც. შინაურ უფროსებს და ვითომ უფროსებს და ვიგოდნიკა უფროსებს zapreșaif სოციუმ zapreșaif და меня злоли ხაპლოხავლიაც. Всё, მე ჩემი რესურსები მეკუთვნის მე. ჩემი ენერგიები მეკუთვნის მე. მე ჩემი დრო მეკუთვნის მე. მე ჩემ ენერგიებს რა საქმეს მოვახმარ, რას მოვახმარ, ვიმუშავებ, არ ვიმუშავებ, სახს ვიყიდი, არ ვიყიდი სახს, რა ქვია, შვილები მეყოლება თუ არ მეყოლება, შვილები თუ გავთხოვდები თუ ცოლი მეყოლება თუ არ მეყოლება, ცოლი თუ გვარდიაში წავალ თუ ჯარში წავალ, სადაც არ უნდა ვიყო, თუ მთავრობის წევრი გავხდები თუ პოლიციელი გავხდები თუ რაც გავხდები, ექიმი გავხდები, სადაც არ უნდა ვიყო, მე ჩემ ენერგიებს, მე ჩემ დროს, მე ჩემ ყურადღებას, რასაც მოვახმარ, ეს არის ჩემი ყურადღება, ხელშეუხებელი, ჩემი ნება ხელშეუხებელია, ჩემი ოპიტები ხელშეუხებელია. მაგალითად გუშინ ვიყავი, მაგალითად ღმერთმა დაიფაროს ყველა პროსტა ისე ვლაპარაკობ. მაგალითად ვლოთავდი დღეს გამოსწორდი აღარა ვლოთავობ. მაგალითად გუშინ ვიყავი, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგალითად ციხეში ვიჯექი, ნუ იქ რაღაცა დავაშავი, ან ვიჩხუბი, ან რაღაცა დღეს ღმერთმა ყველა დაიფაროს, გამოსწორდი, გამოვედი ამ ციხიდან და აღარა ვფიქრობ მწვალებლო პროგრამებზე და ძალადობებზე და ბლატაობებზე. ვცდილობ გამოვსწორდე, გამოვიდე ამ ნერვოზების, ფსიქოზებისა და მატრის მასკარადული არტისტ აფერისტული ლავუშნიკური პროგრამებისაგან. და ადამიანს სადაც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა მუშაობდეს, ვინებთანაც არ უნდა მუშაობდეს, ნაცნობები, უცნობები ცოცხალია, რა ცოცხალი პარალელი, მირმეჟმირე არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი ზაზერკალიებში არის, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ ვის შეესვეტრიეს სილები სულიც და რა ქვია, ვის შეესვეტრიეს საზნანიებიც, რასაც ეძახიან ღმერთს, ვის შეესვეტრიეს ცივილიზაციები, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. უნდა თქვას, რომ მე
ზაპრეშაევ, ჩემი ჯანმრთელობა ხელშეუხებელია, ჩემი რესურსები ხელშეუხებელია, ჩემი საზნანია ხელშეუხებელია, ჩემი ბიოსისტემა, ბიორობოტი, ბიორესურსები, ვაფშეტა ყველაფერი ხელშეუხებელია, ჩემი დნკ ხელშეუხებელია, ჩემი ბაჟესტვენი რესურსები ხელშეუხებელია და განაცხადოს მანიფესტაცია, რომ წაიკითხოს, ასე ვთქვათ, რეფორმაცია, რომ ეს სასაცილო არ არის ზოგ-ზოგიერთებს ეცინებათ და რა ქვია, მე ღმერთისა არ ამწამს, ესე იგი არ აქწამს მეთქი, რომ ღმერთის შვილი ხარ მეთქი? პირში უთხარი, ბევრმა მითხრა, მე ღმერთის არ ამწამს, თუ იშრომებ, იშრომა რა შუაშია, იშრომებ, არ იშრომებ, ფულისტობა და სულისტობა ერთმანეთში ერევა ხალხს. სულისტობა და ფულისტობა ერთმანეთში ერევა ხალხს. მეორე კიდე იძახდა, ბერებიო, ბერები რა შუაშია, ბერები რა ხან ეხლა რა ქვია, იქ არიან მთაში, ღმერთმა ყველას თავის რწმენაში გაუმარჯოს ხელი, რახან მთაში არიან 24 საათი და რა ქვია, არ ერევიან მატერიალურ ცხოვრებას, არ გადიან მატერიალურ ოპიტებს, არ გადიან, ბერებს რა არ აქვს თავიანთი მინუსები და პლუსები და კარმიჩისკიული უძლები? ბერებსაც აქვთ მინუსები, პლუსები და კარმიჩისკიული უძლები, იქაც ხდება ნიუანსები, ისეთი რაღაცა, რაც უნდა გამოასწოროს იმ ბერმა. აი ეს რაღაცეები, ფულისტობა და სულისტობა ერევა ხოლმე ხალხს მატერიალური მატრის მასკარადებში ჩარჩნენ ეს სულები კი ეხლა ბევრი სული იბადება, მაგრამ რატოისთვის იბადება, ვერ გაიგეს, ვერ გამოცოცხლდნენ, ვერ გამოფხიზდნენ. ყველაფერი გონიათ ხახახა ხუხუხუ მულტიკები და ფილმები. ხო და გონიათ რომ ან წავლენ 64-ში, ან წავლენ ჯოჯოხეთში და ჯოჯოხეთში რო არ წავიდეს, ამიტომ ადამიანი, ხო? უნდა თქვას, რომ მე მაგალითად ვარ თავისუფალი სული, ვიცავ ჩემს, ასე ვთქვათ, გრანიცებს, ვიცავ ჩემს უფლებებს და განაცხადოს, ჩემი ჯანმრთელობა ხელშეუხებელია. ღმერთის ძალით, უფლის ძალით, ვიშესვეტლესრების ძალით და დაისაჯონ ჩემი მტრები. აგონ პასუხი მოყენებული ზიანისათვის. დამიბრუნონ ჩემი ენერგიები, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ჟიზნინი ესილები, არჯერ მეტი ჯანმრთელი ჯანსაღი აღდგენის სახით, იმიტომ რომ მე ესე მინდა. მე თუ ჩემ თავს მივაყენე მაგალითად ზიანი, ან ლოთობით, ან სიგარეტით, ან იმით, ან ამით, მე ჩემ თავს ავთხოვ პატივს და ვეცდები რომ ვიშესვეტლესრების სახელითა და ძალებით, უფლის სახელითა და ძალებით, აბსოლუტური სახელითა და ძალებით აღვიდგინო ეს ჩემი ჯანმრთელობა, დაკარგული ენერგიები, დაკარგული დრო. ასე რომ აღარ არის ეს, რა ქვია, არქეოლოგები და ინჟინერიებიც გამოცოცხლდნენ ეხლა. ეს ვიშესვეტლი არქეოლოგები და ინჟინერიები გამოცოცხლდნენ, შექმნეს მაგალითად ასტრალნი გოსპიტალები, შექმნეს ასტრალნი სუდები, შექმნეს ასტრალნი პროკურატურა შეიქმნა, ვიშესვეტლი ესილემა, ანგელემა, არხანგელემა, ასე ვთქვათ, შექმნეს. ასე ვთქვათ, სუდები და პოლიკლინიკები, სადაც ასე ვთქვათ, ხდება, ასე ვთქვათ, სულის განთავისუფლება და სულის აღდგენა. და ყველა სული იბრუნებს თავის კრისტალებს. ჯადონბაზა იყო, ჯადონბაზებაზე აგებს პასუხს. ბოროტი იყო, სიბოროტაზე აგებს პასუხს. შურიანი იყო, შურიანობაზე აგებს პასუხს. და ამიტომ ეს არის მონანიება, რასაც ქვია, რომ ადამიანმა უნდა მოინანიოს ყველა ვარიანტში. ისე კი არა, რომ იცოდვილი არ ცოდვილი წარამარა, არა. სიხარულით უნდა მოინანიოს, რომ მე თუ ვინმე რამეს ვაწყენე, მომიტევეთ და მეც პატიობ ყველას. და ვაცხადებ უარს დისტრუქციული პროგრამებისა და პატპროგრამებისაგან. ზაპრეშაევს ეხლა მინაზროლი ყაპლოყავლიათ. პაშრი ნახვი ატმინა პადარში. აი ესე უნდა განაცხადოს ადამიანმა. და ესე იგი აღარ არის ეხლა იბადებიან სულები, მაგრამ სულები იბადებიან, რომ გაიარონ ეს რაღაცა ზოგ ზვუკა კოდები გაეხსნა. ზოგს კარმიჩისკიული კოდები გაეხსნა, კასმიჩისკიული კოდები გაეხსნა. ზოგს ციფრავოი კოდები გაეხსნა, კოდები რა, ნიჭები, ტელეპათიური ნიჭები. ზოგს, რა ვიცი, პატოკური, ექსტრასენსორული ნიჭები გაეხსნათ ხალხს და YouTube-ში ლაპარაკობენ კაი რაღაცებს.
წელიწელობის ნიჭები გაეხსნათ ბევრს და ასე ვთქვათ ცდილობენ რომ ასე ვთქვათ განივითარონ თავიანთი სულიერი შესაძლებლობები, სულიერი ენერგეტიკული ნიჭები განივითარონ. ის კი არა, ისეთი ნიჭები კი არა, ჩაარტყი, მოგარტყი, მიგარტყი, წაგაქცია, მოგტყანი, ეგეთი ნიჭები კი არა. წესიერი, სულიერი, მაღალ ვიბრაციული ნიჭები რომ განივითარონ. და აი ვინც სიბოროტეებს აკეთებს, ისინი ნიჭებს კი არ ივითარებენ, ისინი ნიჭებს იმძიმებენ, თავიანთ თავებს აბნულაიუტ. თავიანთ ნიჭებს აბნულაიუტ ისინი. ისინი არიან მარტო მატრის მასკარადული ბოტები. მატრის მასკარადული ჩიჩიები. ცოცხალი მოსიარული რობოტები. ბიოსისტემა რა არის? ბიოსისტემა არის რობოტი. და ბიოსისტემას ასე ვთქვათ უნდა განაცხადოს ბიოსისტემა, უნდა დაეხმაროს თავის სულს, თავის საზნანიას, უნდა განაცხადოს და დაეხმაროს თავის სულსა და თავის საზნანიას, რომ მე ზაპრეშაიო ჩემზე ფიზიკურ ზეწოლას, სულიერ ზეწოლას, გონებრივ ზეწოლას, დენკურ ზეწოლას, ფულად ზეწოლას, ჯანმრთელობის ზეწოლას, რენკულ, დენკურ, რა ყველანაირ დისტრუქციობას ზაპრეშაებს ეხ. გველაობას, გველაძუობას ზაპრეშაებს ეხ. ბუდუჯი გაცა, ვიჟი გაცა, ატმინე პადალში. თავიანთ სახელებზე. რა ჩემს სახელზე თქვა? თავიანთ სახელებზე, თავიანთ თავებზე და თავიანთ სულებზე, რაც ჩემს სულისთვის მოინდომონ. აი ესე უნდა განაცხადოს ადამიანმა. მიმიტებებია კი ბატონო ყველასათვის, მაგრამ ყველა თავიანთ სიბოროტებიანად გასრიალეთ ჩემგან შორს. დღეს ისეთი, დღესაც ვითომ ეხლა ხანხი განვითარდა 40 კვადრატულებში და 50 კვადრატულებში შევიდნენ და მოიარეს იქ საბერძნეთი, დუბაი, თურქეთი და ამერიკა და გერმანია და YouTube-ით ვითარდებიან და Google-ით ყველაფერი ისწავლეს ხალხმა. მაგრამ მაინც ხალხი ისეთია შინაგანად დაზომბირებული ამ მატერიალური მდგომარეობებიანად, რომ ვერ გამოდის, ვერ ახერხებს, ვერ ვითარდებიან, ვერ არ ესმით თავიანთი თავის ამბავი, არ ესმით თავიანთი სულის ამბავი, არ ესმით თავიანთი გულის ამბავი, შინაგანი ენერგიებს ვერ ფლობენ. შინაგან სულიერ ენერგიებს ვერ ფლობენ. ყველაფერი იციან ადამიანებმა, ვინ სად დადის, ვინ რას აკეთებს, ვინ ვიზე რას ჭორაობს, ვინ რამდენ ფულს აკეთებს, ვინ ძონძებს აყიდის, თუ ვინ კაი რაღაცებს აყიდის, თუ მაგარი ბიჭები, ძველი ბიჭები და ნარკოტიკები სად იყიდება, ყველა ძალიან კარგად იცის. 20 წლის ღლაპებმაც კიდე და იმას ვერ ფლობენ, რომ კარტის თამაში ძალიან კარგად იციან და ყომარაობა და ეს კაზინოებში სიარული ძალიან კარგად იციან. და იმას ვერ ფლობენ, თავიანთ სულიერ ენერგიებს ვერ ფლობენ. მეც ვიყავი ეხლა მატერიალურ მდგომარეობაზე ჩაკეტილი, უფულოთაც ვიყავი მშიოდა კიდევაც, მტკიოდა კიდევაც და გავიარე დისტრუქციული ცხოვრება, მეც გავიარე დისტრუქციული ცხოვრება, მაგრამ ეხლა ვცდილობ მე ჩემი ცხოვრების ასე ვთქვათ, როგორღაც გამოსწორებას. ცოტა მაქვს მიხარია, ბევრი მაქვს მიხარია. არა მაქვს ვაფშე მიხარია. მადლობა ღმერთს, დღეს არა მაქვს ხვალ მექნება. ღმერთმა ჯანმრთელობა მომწეს, სიკეთე მომწეს, ბედნიერება მომწეს, ჩემი სულისათვის ვაბლაგა, ჩემი ენერგიები, ჩემი ვიში ესვეტლისებისათვის ვაბლაგა. всё. აი ეს არის, ეხლა იბადება ხალხი კი, გადავდივართ, ყველა გადავდივართ, მეოთხე დღე დე განზომინებაში, მეხუთე დე განზომინებაში. მაგრამ დაიბადნენ ეხლა სულები, სულებმა განაცხადეს, რომ მე ვარ თავისუფალი სული, მე არა ვარ ვარდებული ვიღაცა არქიტექტორებსა და ინჟინერებსა და ვიღაცა იმ რაღაც წესჩვეულებებს ველოდო, მე სადაც მინდა იქ წავალ, იქ დაიბადები, მინდა ჩინეთში განვითარდები, მინდა ამერიკაში განვითარდები, მინდა საფრანგეთში განვითარდები, მინდა საქართველოში, მინდა რუსეთში და ასე ვთქვათ, იბადება ეს ხალხი. ეხლა ცოტა სამსახურები ჭირს და ფულადი შემოსავლები ჭირს, მაგრამ სამსახურებსა და ფულად ცოდნას თავი დავანებოთ ამ მატრიცამ, ფულისტობამ და მატრიცამ მაინც გადაყლაპა ეს ხალხი.
გადაყლაპა ეს ხალხი და ეს ხალხი დადის მარტო ფულოსიტობაზე და მატრიცობაზე. ან რელიგიამ გადაყლაპა ეს ხალხი. და ეს ხალხი დარბის მარტო ცოდვები რომ მოინანიოს ადამიანმა უნდა იცოდეს რა მხრივ როგორ მოინანიოს ეს ცოდვე. პირადად ღმერთს ჩემი სულის სახელით ღმერთს უნდა სწხოვოს. არ არის იქ საჭირო მესამე, მეორე, მეხუთე, მეათე პირების უბრალოდ ალალად თავის თავს დაელაპარაკოს ადამიანი, რომ კი მე ეს დავაშავე. და ვცდილობ ამის გამოსწორებას და ვისაც მე ზიანი მივაყენე, იმას თხოვ პატიებას, მომიტეოს. და დალოცოს ის ადამიანი, გისურვებ წარმატებას, გისურვებ სვეტლიე გზებს, მაპატიე და ჩვენ შორის კარმიჩისკიული უზრები დამთავრდეს. კარმიჩისკიული კატათაგობანას თამაშობა დამთავრდეს. ნუღა გავაცინებთ ჩვენზე ბესებს, ეშმაკებს, სოციუმს ნუღა გავაცინებთ ჩვენზე, ხო? და всё, არ გეხები, ნუ მეხები, აღარ შემეხო, ზაპრეშაი აწი ჩემზე ვრიანიობას და მეც აღარ მოგაყენებ ზიანს. ხო, ესეთი რაღაცა ხდება უკვე. და ეხლა ადამიანი წარწოდვილიც რატო ხარ ცოდვილი? ის რა ქვია, საჭმელი მომინდა შევჭამე ცოდვილი ვარ. პივა დავლიე ცოდვილი და ადამიანი თვითონ კიდე იმძიმებს თავის თავს. ესე იგი მე მუშაობ ფულებს ვაკეთებ ცოდვილი ვარ. რატო? მე მუშაობ ჩემ ენერგიებს ვდებ, იმიტომ რომ ფული ვიშოვო, იმიტომ რომ მე ეს ფული მჭირდება კიდე სხვა რაღაცისათვის. მე სახში რომ მოვდივარ, სანთლებს ვანთებ. სახს ვწმინდავ, ჩემ თავს წმინდავ, სანთლების ფულს მე არავინ არ მაძლევს. საკმეველის ფულს მე არავინ არ მაძლევს. წამლის ფულს ელემენტარული რაღაცა მჭირდება, რაღაცა ნევროსტიმი მაგალითად, იმიტომ რომ თავის ტკივილები მაქვს, სახსრების ტკივილები მაქვს. ქირის ფულს, შუქის ფულს, გაზის ფულს მე არავინ არ მაძლევს. ხო უნდა იმ ელემენტარული თითოეული ადამიანმა ხო უნდა იფიქროს, რატო ვშრომობ? ვშრომობ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს მჭირდება. всё, ეს არის მატერიალური ცხოვრება. მაგრამ ისე უნდა იშრომოს ამ ადამიანმა, რომ ამ მატერიალურმა შრომამ არ გადაიყვანოს ჭკუიდან. მე მაგალითად 24 საათი მატერიალურ იმაზე ვიყავი ადრე, მაგალითად მატერიალურ ცხოვრებაზე ვიყავი გადართული. ადრე სულ მატერიალურ ცხოვრებაზე ვიყავი გადართული. მე კი არა ყველა ესია ჩაციკლულია ამ მატერიალური ცხოვრებით. ან სამსახურით ჩაციკლულია, ან ჭორაობით ჩაციკლულია, ან ფულობით ჩაციკლულია. ხო და მე უკვე რომ გამოვედი ახლა ცოტა მდგომარეობიდან, უკვე ცოტა ნელ-ნელა ვეთიშები ხოლმე ამ მატერიალურ სამყაროებს. ხო, ეს მატერიალური სამყაროები იყო ვიმუშავე 8 საათი ვიმუშავე, თუ 5 საათი ვიმუშავე, თუ 4 საათი ვიმუშავე, თუ 3 საათი ვიმუშავე, მე ვიმუშავე ჩემთვის ვაბლაგა. ზაპრეშაევს ეხნა მენა ზროლი ხა პროხევლია. ჩემი ენერგიები, ჩემი დრო, ჩემი ზობირიები ხელშეუხებელია. ჩერეს სამსახურები, ჩერეს სოციუმი, ჩერეს მუშაობა, ჩერეს რავი სადაც არის ადამიანი, ზრონიკა გნეზახო, ზროტოლკა ჟიგაეცა, ვიჟიგაეცა, აბნუნაეცა. მუშაობ მე ჩემთვის ვაბლაგა, bez დაგაორე, მოგორე, bez ჩიპები, პლატები, bez ანტენები, bez დაჩიკები, bez ვამპირები, bez მანიპულატორები და bez ვიგოდნიკები. და ყველა შურიანები გასრედით ჩემგან შორს. და ეხლა მე ცოტა ვეთიშები ხოლმე ამ მატერიალურ მდგომარეობას. ვიძახი რომ всё გავეთიშე უკვე ამ მატერიალს, სოციუმს, ბოტებს გავეთიშე, სოციუმს გავეთიშე, ნივთებს გავეთიშე, ეს დროებითი ნივთები, დროებითი სოციუმი, დროებითი სამსახურებს გავეთიშე, დროებით ფულებს გავეთიშე. მადლობა ჩემ სულს, მადლობა ჩემ ენერგიებს, მადლობა სოციუმს, დროებით ეგრეგერებს გავეთიშე, ეს არის დროებითი ყველაფერი. დროებით გავეთიში ამათ, всё. მე არავისთან ვალები არა მაქვს, ვალებს, მოგოვარებს, აბნულაი ყველასთან. არავის დასაყვედრებელი არაფერი არ ამჭერს, აბნულაი ყველასთან დაყვედრებებს, არავისი პრიკაზიბო არა პრიკაზ ჩიკობა. აბნულაი სეხ პრიკაზ ჩიკობას. არ ვიღებ არავის პრიკასჩიკობას, აბნურაი ყველას პრიკასჩიკობას, ყველა პრიკასჩიკები გასრიალით ჩემგან შორს, ეპრიკასჩიკე თქვენ თავებს. ხო?
და ასე ვთქვათ, თუ არ მოსწონს ადამიანი, არ მუშაობს იმ ადგილზე. არავის აფრიკას ჩიკაო და სატრიპაჩაო არ არის. დეზინფიცირებაო მერია მატერიალური მირებიდან შემოვდივარ დაუშვათ სახლში, ცოტა ხანი გავიცერინებ იქ ბაღჩაში, ან ცოტა ერთ-ორ კრუგს დავკრუგავ სადმე ეზოსში ქუჩაში, შემოვდივარ მერე სახლში. წყლით გადავივლებ ტანზე წყალს, ვიტყვი რომ დეზინფიცირებაიუს. აბნულაიუ, იმ წოდვებსაც, იმ მოდვებსაც, იმ კარმიჩისკეულუძლებსაც, იმ პრივასკე პრისოსკებსაც და იმ თუ არის ასეთი პერეკლატკებსაც, პატკლატკებსაც ავძალებს აბნულაიუ. დისტრუქტივები გასრიალდით, ჩემ გარშოს რა ტრანსფორმაცი პერევიჭრული ენერგიებისათვის. მიმიტებებია ყველასათვის, ყველა მიყვარს. ესეთია ეს მატერიალური მირები. ადამიანმა უნდა გაიაროს, ასე ვთქვათ, ჟესტოკი, ასე ვთქვათ, მწვალებლური რაღაცა პროგრამები, უნდა იშრომოს, უნდა იოფლოს, არა და არ არის საჭირო ეს წვალება და ოფლაობა და, მაგრამ სხვანაირად არ კეთდება ეს ფულები, სხვანაირად ამ ფულებზეც კიდე რებია დახატული, ძაღლებიო, ლომებიო, რა ვიცი ეხლა რაღაცა გადაჭრილი სამკუთხედებიო და რაღაცა წინაპრების ვითომ რაღაცეებიო, ცოცხალი არა ცოცხალი სულ შესტვოები და ასე ვთქვათ, ამ ფულზე ძალა არ აქვს, ბარაკა არ აქვს, მაგრამ რას იზავ? ადამიანს ხო სჭირდება ეს, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეულად საჭიროა. ენერგო აბმენები, ასე ვთქვათ, დაბლოკილი აქვს ადამიანს. არასწორი ფულადი, ასე ვთქვათ, არასწორი ფულებით. მარტო ის კი არა, რომ დოლარი მაღალია და კურსი მაღალია და რაღაცა მაღალია. არა, მარტო მაგით არა, რა არის დახატული ამ ფულზე. რას ეხება ადამიანი წარამარა, რას დებს სახში ადამიანი წარამარა. რისთვის იბრძვის ადამიანი წარამარა, რისთვის მუშაობს ადამიანი წარამარა, ფულისთვის ხო? რას გაძლევენ, რა არის დახატული? აი, ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, რომ ფულს ვიღებ ჩემთვის აბლაგა, ჩერეს ფულით, ზოლი კაკნეზე ходит, აბნუნეც, 10 ключа ეცავს ეზრო ატმინე პადარშევს, всё. და რო აიღებს ხელფას აიღებს თუ რას აიღებს, ვიღებ ამ ფულს ჩემთვის ვაბლაგავს, დისტრუქციები, 10 ключа ეცა, ასე ვამპირები 10 ключа ეცა აბნუნეზე ზაპრეშაებს ეხ, ჩემი ზობირიებზე ზრო რიხა პროხავრიაცე ვამპირები, ვიგონნიკები, თქვენი ბლოკებით, მლოკებით დისტრუქციული ენერგიებიდან გასრიალეთ ჩემგან შორს. აი ესე არის ადამიანი ჩამოვიდა, იბადებიან და ეხლა იძახიან, რომ რა ქვია, ადრეც ბევრია ხალხი იბადებოდა, მაგრამ ხანავადობის გამო, ხან შიმშილის გამო, ხან წყურვილის გამო, ხან ღმერთმა ყველა დაიფაროს, ომიანობების გამო იხოცებოდა ხო ხალხი. ეხლაც არის დედამიწაზე რეგიონები, სადაც ხალხს საკვები არ აქვს, რესურსი არ აქვს. ნუ მადლობა ღმერთს, რაც გვაქვს, რაც არ გვაქვს, მე მაგაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ სულები მივიდნენ იმას რა ადრე ადრე უნდა ელოდებოდნენ ვაპლაშენი, ეხლა მალევე ხდება სული გაივლის ვაპლაშენიას, ხო არ მოეწონა რაღაცა, ვერ აიმაღლა ვიბრაციების ამაღლება რატოა კაი? ვიბრაციების ამაღლება იმიტოა კაი, რომ აღარ გინდა მაგალითად დედამიწაზე დაბადება, ხო? დედამიწაზე დაბადება აღარ გინდა, აქ იცი უკვე ყველაფერი, გაიარე უკვე ყველაფერი, ვინ მის ჭორაობდა, რა ჭორაობდა, ვინ ისა გაიცი უკვე ყველა აღარ გინდა დაბადება, всё, იტყვი რომ აღარ უნდა ქონდეს ადამიანს ენერგიები, ვიბრაციები, რო ასე ვთქვათ, გადავაპლაშინები, გაიაროს მაგალითად სხვა მირმეჟმირიებში, სხვა პარალელ მირებში, სხვა საზვიოზდიებზე, გაიაროს კაი ვაპლაშენიები. და იქ უფრო სხვა ენერგიებია, იქ უფრო სხვა სიტუაციებია, იქ უფრო კრისტალნი პატოკებია, იქ უფრო ის არის, რა ქვია, არ არის ეს მატრიცები არსად. მატრიცები არის ეხლა მზის სისტემაში არის მატრიცები, მაგრამ სხვადასხვა საზვიოზდიების სისტემაში არ არის, ბევრგან არის მატრიცები, ბევრგან არ არის მატრიცები.
ეხლა ეს მატრიცებიც პროგრამები რო გამოასწოროს ადამიანმა, აი ლოცვა რა არისო და ლოცვა ძალიან დიდი მნიშვნელობაა. ლოცვა არის პროგრამა, ლაპარაკი არის პროგრამა. აი ეს პროგრამები რო შეცვალოს, გამოასწოროს ადამიანმა პროგრამები. მატრიცა შეიცვლება. მატრიცა შეიცვლება, ეგრეგერები შეიცვლება, ხალხი შეიცვლება, ავადობა იმდენად აღარ იქნება, ყველაფერი შეიცვლება საუკეთესოდ ადამიანისაკენ. ფული რო შეიცვალოს, იზობილიები შეიცვლება. აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანმა ყველაფერს ყურადღება უნდა მიაქციოს სიტყვას. წარამარო რო იგინებიან ეს მატრიცა, არ შეიძლება წარამარა გინება. თავის თავს იბლოკავენ. და ციფრსაც კიდე თავისი მნიშვნელობა აქვს. ნახატსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, სურათსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. სურათს ასე ვთქვათ, რაღაცა არსებობს და ამას ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ეს მაგია არ არის. მაგია ეს ზუსტად, მაგრამ მაგია რო შეიცვალოს სასიკეთოდ ადამიანისაკენ. ყველა გახდება წელი, აღარ იქნება ყველა გახდება რეგრესოლოგი, ყველა გახდება ექსტრასენსი. სულია თვითონ მაგია. სულს აქვს ცეცხლის ძალა, წყლის ძალა, ჰაერის ძალა. სულს აქვს კრისტალების ძალა, სულს აქვს მიწის ძალა, გაიას ძალა, აბსოლუტის ძალა, კოსმოძალა აქვს, სულს კოსმოძალა, პლანეტებს ატრიალებენ, სულები პლანეტებს. პლანეტები თვითონ ატრიალობენ. კი არის რაღაცა სხემები გაკეთებული, მიყენებული, მოყენებული, ისა სულები იგონებენ ზუსტად რა ქვია ცივილური გემები რო არის და ინაპლანეტარული თეფშები რო არის. ეს რეალობაა, ინაპლანეტარული თეფშები და ცივილური თეფშებით, კაფსულებით და ცივილური თეფშებით მოგზაურობენ ანგელები და არხანგელები. მოფრინდებიან, გაფრინდებიან. იმათ არ უნდათ თვითფრინავი და იმათ არ უნდა კი ეხლა მატერიალურ მირებში საჭიროა მანქანა და თვითფრინავი, მაგრამ ეს მანქანები რო დაფრინავენ სინათლის სიჩქარის დამიხედვით პლანეტებიდან პლანეტებზე ეს ცივილიზაციები და ეს რეალობაა, ეს სასაცილო არ არის. აი ეს ენერგიებს ფლობენ, აკეთებენ კრისტალური ხრუსტალებით, კრისტალური ენერგიებით, მზის ენერგიებით და ასე ვთქვათ, ასე იმაშვრებიან მანქანებიც აყავთ და ყველაფერი ყავთ იმათ. რა ქვია, ცივილიზაციებს გამოგონილი, რომელიც მუშაობენ მზის სიჩქარის და მიხედვით. კვანტოვი მექანიზმების და მიხედვით. კვანტოვი სიჩქარის, მზის სინათლის სიჩქარის და მიხედვით. ხო, ეხლა და ეს არის ვიბრაციებს რო აიმაღლებს ადამიანი, მაგრამ აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ თუ გადასვლა ხდებაო და ესე იქნებაო და ისე იქნებაო, არაფერი არ იქნება. გადავა, ეხლა რაც გადავა და მე თუ კიდე ვინც გამოფხიზდება, ვინც ვერ გამოფხიზდება და ივლის კალისოს ანსარებში და ივლის კალისოს ანსარებში, აბა ისევ დედამიწაზე ჩამოფრინდება, გაივლის ერთ ცხოვრებას, მეორე ცხოვრებას, მესამე ცხოვრებას, მეოთხე ცხოვრებას და ეგრე. რა ვიცი, იცი რა არის, სულები ციღლებიან. სულებს უნდათ ცოტა განტვირთვა, განმარტოება. აი, იმიტომ არის განტვირთვა და განმარტოება საჭირო. ადამიანმა 1-2 საათი უნდა გათიშოს გონება მატერიალური მილებიდან, რომ სულმა შეძლოს თავისი ენერგიების გამოცოცხლება. სულები ძალიან იღრებიან, სულებს სხვანაირი ენერგიები სჭირდებათ, სიხარულის, სიყვარულის, ასე ვთქვათ, ბალანსირობების, გარმონიზაციულობების, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ენერგიები, სხვადასხვა სულებს სხვადასხვა ენერგიები აქვთ. და სხვადასხვა სულები ეს ტვინი კიდე სულ ჩართულია სულ საფიქრელში ადამიანი. რასაც დაინახავს ყველაფერი ეფიქრება, რასაც დაინახავს ყველაფერი ელანდება, რასაც დაინახავს ყველაფერი ტვინი ცალკე მუშაობს, სისხლი, გული, კუნთები, ყველაფერი ცალკე მუშაობს, ეს ბიოსისტემა მუშაობს, სული
იმიტოა საჭირო მედიტაციები, გაანტვირთვა ალფა ვოლნები, დასვენება, რომ სული ცოტა განმარტოვდეს, აღედგინოს ძალები, გამოცოცხლდეს, განიკურნოს თავისი თავი, მოიშოროს ის დისტრუქციული ინფოპაკეტები, მოიშოროს რა ქვია რა ვიცი, სულები თვითონ ინკურნავენ თავიანთ თავებს. არის ახლა ბიოსისტემა ხელი გაეჭრება, შეუშუშდება, ხო? დენკურად, იმიტომ რომ ბაჟისწვენი გენების მატარებლები ვართ ჩვენ, ადამიანები. ხო. აი ეს მინდოდა მეთქვა, რომ იბადები ახლა უკვე დაიბადებიან კიდე ადამიანები. ნუ სუმთლიანად ახლა არ ჩავარდნენ ამ მატერიალურ მირებში. და მატერიალურ თამაშებში თუ სულ არ ჩავარდნენ მატრიც მასკარადულ თამაშებში, იგრებში, ასე ვთქვათ, და ცოტა თუ მაინც გამოიცოცხლეს თავი, ცოტა თუ მაინც აიმაღლეს ვიბრაციები, რა ქვია, სულიერ ამაღლებას მიაღწევენ, ეს თანამდებობა არ არის. სულიერი ამაღლება, სულიერი სიმაღლე, ეს თანამდებობა არ არის. ანგელოზები რო არის, ანგელოზების იერარქიები არის, ქერუბიმები, სერაფიმები, რა ქვია, ანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმები არის კაი ცივილიზაციები. ამათ აიმაღლეს თავიანთი ძალები, თავიანთი ნიჭები, თავიანთი შემოქმედებები აქვთ, თავიანთი დასპეხები აქვთ, თავიანთი მიღწევები აქვთ და თავიანთ ვიბრაციებზე არიან. ეს თანამდებობა არის, ეს იერარქია არის, აი კვანტოვის კაჩუკები. კვანტოვის კაჩუკები რა გერცებისაა ეს სული? მიხვდი? თუ ბოროტია და მინუს გერცებშია, დამძიმებული სულია. თუ კაი ადამიანია და სიკეთის კეთება უყვარს, რა ქვია, პლუს ვიბრაციებშია. აი მიხვდით რა ხდება. იმიტოა საჭირო რომ ადამიანი ცოტა გამოეთიშოს ამ მატერიალ და ეს მატერიალური ურთიერთობები, მატერიალური ფიზიკური ურთიერთობები, გინაც მატერიალური გონებრივი ურთიერთობები ძალიან ღლის ადამიანს. ავამპირებს, აზომპირებს და იმიტომ რომ არასწორად არის გაკეთებული ბევრი რაღაცა და იმიტომ. ხო, ჯერ რა ქვია, პარტალები იხსნება ზოგიერთი რაღაცეებით. ხო, უნდა იყოს ისეთი გარმონიზატორები ან დადეკაიდერები ან რა ქვია, ხო, დადეკაიდერები ან გარმონიზატორები გაკეთებული მანქანებზე, ფანჯრებზე, სადღაცა, რომ ეს პარტალები არ გაიხსნას. აი ელემენტარული, უნდა კონდეს ყველა ადამიანს, მაგრამ ამ გარმონიზატორებზე და დადეკაიდერებზე და მეკრაბაზე ყველა იცის. და მეკრაბას აქვს ყველაზე დიდი ძალა, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ბიოველი ბიოპოლი და ეს ბიოველი ბიოპოლი და ენერგიები მეკრაბასავით მოძრაობს ადამიანის ენერგიები. მეკრაბასავით მოძრაობს ვასხადაში, ვისხადაში პატოკები და მეკრაბასავით იწმინდება ადამიანი. აი თითოეულ ადამიანს რომ კონდეს ფანჯრებზე, მაგალითად მანქანებზე გაკეთებული რაღაცა მეკრაბა, იმდენად ეს პარტალები და მიჟმერმიები არ გაიხსნებოდა. აი ზერკალური რაღაცა დებილობები არ გაიხსნებოდა, მაგრამ ეს იხსნება თვითონ იმიტომ რომ არა აქ ადამიანს თავისი ბიოველი ბიოპოლი დაცული, არა, რომელი იცავს ბიოველს ბიოპოლს? აი რომელი იცავს ბიოველს ბიოპოლს? რომელს აქვს მეკრაბა გაკეთებული, თუნდაც ქაღალდზე რო გააკეთოს ადამიანმა მეკრაბა, რომელს აქვს მეკრაბა გაკეთებული, არც ერთს. აი ეს ხდება ფანჯრებზე, კარებებზე, უნდა გაკეთდეს მეკრაბები, დადეკაიდერები, გარმონიზატორები, ისეთი რაღაცეები, რაც ასე ვთქვათ, ენერგიებს აბალანსირებს და რაც ასე პარტალებს ხურავს, ნიჟნი პარტალებს ხურავს, ჩერეს ფილტრები, ცეზლო, საზნაკა მინუს მიდის, სესიკეთები საზნაკამ პლუს მოდის. მიხვდით რა ხდება? აი ეს ვიდეო და მეთქვა. და ეს არის რომ ასე ვთქვათ
პარტალები რა არის არიციან კიდე ხალხმა და ყველაფერზე იცინიან და ყველაფერზე გონიათ მულტიკები. აი ეს არის, აი რუსებმა ბევრი ნახევარი რუსეთი გამოცოცხლდა. ნახევარი რუსეთი ლაპარაკობს ამ თემაზე, რასაც ეხლა მე აქა ლაპარაკობ. ნახევარი რუსეთი გამოცოცხლდა, ნახევარი რუსეთი ლაპარაკობს. დაახლოებით ამ თემაზე ეხლა მე სხვა თემას შევახე ვაფშე, იმიტომ რომ კითხვა დამისვეს რაღაცა და გავეცი პასუხი. მაგრამ ჩემებურად გავეცი პასუხი. მაგრამ არავინ არ მოკვდება. დარჩებიან ბოტებას და ენერგიები გამოდგება, რავი, რაღაცასათვის ვაბლაგა ან გააფუჭებს რაღაცას, ან გააკეთებს რაღაცას ვიღაცა. თუ გააფუჭა რაღაცა, რა ქვია, თავისი კარმიჩის კიული უზრებია, თუ გააკეთა რაღაცა, ხო გამოვა კარმიჩის კიული უზრებიდან. აი ელემენტარულად გავეცი პასუხი იმ კითხვას, რაც დამისვეს. რომ ეხლა უკვე მოიხსნა ის ჩაკეტილობები, ის ბლოკები, რომ არ უშვებდნენ სულებს, ასე ვთქვათ, გადასვლას და ეხლა უკვე ყველას ათავისუფლებენ, წარსულები, წინაპრები, როდები, მოდები, რავი, ყველას ათავისუფლებენ, მერტვეკები, პადნი მაინც სვეტრი პარტალებში და პერეხოდები და ეხმარებიან ეხლა უკვე ვიში ეს სვეტრი ესილები, ეხმარებიან სულებს გამოღვიძებაში. გამოღვიძებაში და თვითონ ბიოსისტემებიც, ბიობოტებმაც უნდა დაეხმაროთ თქვენ თავებს, თქვენ სულებს გამოღვიძებაში. აი ეს მინდოდა მეთქვა და ჩაკეტილობები უნდა მოიხსნათ. თქვენც უნდა მიხვდეთ იმას, რომ ეს რაღაცა მკეტავს, ეს რაღაცა მაზიანებს, ეს რაღაცა მაწყობს, ეს რაღაცა უნდა ნელ-ნელა და გამოხვიდე, ნელ-ნელა, ისე კი არა, რომ დაანგრიო ყველაფერი. არა. მაინც სისტემაში ვარ, მინდა არ მინდა მაინც სისტემაში ვარ. მაინც ინტერნეტს ხმარო, მაგრამ ინტერნეტს უკვე ვხმარობ როგორ? რომ მე დავაყენე ჩემი პროგრამა. через ინტერნეტი ძრონი კაგნეზე ходит. запрещаюсь ეხრაბინას, სკანირავაც გაპიროვაც. все, ბოროტები გასრიალ ჩემგან შორს. все, უკვე ამოვიღე ხმა, რომ მე მიხვდი, რომ მე ვარ თავისუფალი სული. მე უკვე ვირჩევ სიკეთეს სიხარულს ბედნიერებას ჩემი სულისათვის ვაბლაგა. და ბოროტი ავიძალები გასრიალი ჩემგან შორს. ორფეხა ბოროტი ავიძალები, ცოცხალი ბოროტი ავიძალები, არა ცოცხალი ბოროტი ავიძალები, ტექნო ბოროტი ავიძალები, არ მაინტერესებს. მექანიკური ბოროტი ავიძალები, პროგრამული ბოროტი ავიძალები, არ მაინტერესებს. ციფრული ბოროტი ავიძალები, არ ბევრნაირი მაგიური ბოროტი ავიძალები, არ მაინც გასრიალ ჩემგან შორს. запрещаюсь ეხლა ამენია ზროლი ხა პროყავლია. запрещаю ჩემ წამებას, წვალებას, ვიგადნიკაობას. მიხვდი რა ხდება, ვამპირობა запрещаюсь ეხლა. აი ეს გვემართება ჩვენ მატერიალურ სამყაროში. ელემენტარულია ეხლა გაყვალ ქუჩაში ადამიანს წესიერ პასუხს გასცემ. ვერაძღება ამ წესიერი პასუხით, კიდე რაღაცა იყურება, იწლიკება, ინაგლება. არ გასცემ პასუხს, კიდე იყურება, იბზუება, ინაგლება, ელემენტარულია იღე. ნუ ეს მაკაცებში წესია, დაკალობაში წესია, ქუჩაში წესია და ყველგან ესია, რაღაცა დავამუღა მე ახლა ხალხის ბოტების ფსიქოლოგია, ადრეც ესე იყო, წესი სიკეთეს გაუკეთებ ადამიანს ვერ ახედავს. არ გაუკეთებს სიკეთეს ვერ ახედავს. დაელაპარაკები თავს არიდებ, იბზუება, იწუკება, და წესურად დაელება, მაინც იბზუება. ეხლა უკვე რომ დავინახე ადამიანები რომ ნაგლობენა, ნაგლობაზია და პერეკლატკაობაზია რა ყველა გადასული ხო? უკვე ვიცაღი, უკვე ვიძინახույთ, მომშორდით. ცო არა მაგარავისი ვალი. გააჯვით. ხო არ მართალი. დავიღალე უკვე ვიგოდნიკა ბოროტებისაგან. ბოროტებმა მიხედონ თავიანთ ბოროტებს, თავიანთ მინუს პოლუსებს მიხედონ ბოროტებმა. აი ეს არის. ბოროტები ივლიან კარმიჩის კიული კარიცო სანსარებში. всё. თუ ადამიანმა თავისი ბოროტები არ გამოასწორა, ეს შვილების გაჩენა და შვილების გაზდა სიკეთი არ არის. ეგ არის ბუნებრივი მოვლენა, ჩიტებიც აჩენენ შვილებს, ძაღლებიც აჩენენ შვილებს, კატებიც აჩენენ შვილებს. მაგრამ კატები კიდე ადამიანებზე ცოდვილები არ არიან, ძაღლები კიდე ადამიანებზე ცოდვილები არ არიან. ძროხები კიდე ადამიანებზე ცოდვილები არ არიან. ერთი ლომია და კრაკადილები არიან ძალიან ბოროტები.
თორე ცხოველები იმდენად ცოდვილები არ არიან რა. ცხოველები უფრო ის არიან, რა ქვია, არ აქვთ უფრო იმდენი კარმიჩისკიული უძლები ამ პლაზმენოი შესწავლებს. როგორც ეს, რა ქვია, ღვთისშვილებს, ცივილიზაციებს, ვის შესვეტრიე ცივილიზაციები დავარქვა თუ ნიშესვეტრიე ცივილიზაცია არ აქვს მნიშვნელობა. სულებს უფრო ბევრი ცოდვები აქვს. აი ეს არის ელემენტარული, რომ უნდა გამოასწოროს ადამიანმა თავისი შეცდომები. შულებს ყველა აჩენს, ყველა ვაჩენდით, შულები ყველას აყვავდა ადრეც, ეხლაც. აი. აღარ მინდა მაგ თემაზე ვილაპარაკო. და შევეხო, რა ქვია, შულების გაჩენა და ოჯახების შექმნა და თაობები კარმიჩისკიული უძლების ის არ არის, აქ უბრალოდ ეხმარები სხვა სულებს, რომ გაიარონ უროკები და ბიობოტები, რა ქვია, გადადის, ასე ვთქვათ, სისხლი და DNK და ბიომატერიალები და იმ ბიობოტებში არიან სხვადასხვა სულები. ერთ ოჯახში შეიძლება სხვადასხვა სულები იყვნენ, სხვადასხვა საზვოსდიები იყვნენ, სხვადასხვა იერარქიები იყვნენ. ნათესავები რა არიან? რა ქვია, სისხლის ნათესავები რა არიან? ბიომატერიალები არიან. სადაც არიან სხვადასხვა სულები, სხვადასხვა სუშისტვოები, სხვადასხვა ცივილიზაციები, სხვადასხვა იერარქიებზე. და ეს ოჯახების შექმნა და გათხოვებები, მოთხოვებები და ბავშვები კარმიჩისკიული უძლების გამოსწორებები არ არის. არანაირად ცხოველებიც აჩენენ ბავშვებს და უბრალოდ ეხმარებიან ერთმანეთს, პლაზმენის უშესტოები ეხმარებიან ერთმანეთს, ასე ვთქვათ, უროკების გავლაში. აი ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა.